მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით კვლავ. როგორ ხარ შენ? კარგად, დევიდ, შენ როგორ ხარ? არა მიშავს რა, ვიცი. მეგობრებო, კიდე ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ალაიქოთ ვიდეო და გადააზიაროთ თქვენ მეგობრებში. ჩვენი პარტნიორი კომპანია არის Loyalty და მის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ კომენტარებში იხილოთ. დევიდ, დღეს რა კომპანიას განვიხილოთ? მოკლედ, დღეს მინდა რომ განვიხილოთ ქართული კომპანია. ბევრმა გვთხოვა რომ ქართული ბიზნესები განიხილეთო. ეხლა საქართველოში გვაქვს რაღაც წარმატებული ბიზნესების შემთხვევები ნამდვილად, თუმცა ეხლა მსოფლიო პრაქტიკას შევადაროთ, ბევრი არ გვაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო, რომელიც განხილვა ძღის და დღეს ვფიქრობ რომ სარაჯიშვილი განვიხილოთ რა. კი, საინტერესო იქნება. თან მაგაზი დავამატებ, რომ ქართულ ბიზნესებზე ინფორმაციის მოძიება ზოგადად რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი ეს ისტორია ინახება მხოლოდ დამფუძნებლების თავებში, რომელიც უბრალოდ არ ყვებიან ხოლმე ამ პროექტების შესახებ. უცხოეთში ეს განვითარებული, იმიტომ რომ ძირითადად უნივერსიტეტებს აქვთ ეს ხელში აღებული და უნივერსიტეტები აკეთებენ ხოლმე ასეთ კვლევებს და იქ კონფერენციებიც, რაღაც ისტორიის შესახებ შეხვედრები ხშირად ტარდება ხოლმე. საქართველოში ეგ რთულია არა და ყავს ისეთ დიდი კომპანიები, როგორიც არის მაგალითად სარაჯიშვილი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და დღეს მოგიყვებით მაგას. ხო, სარაჯიშვილი საინტერესო რატოა იცი? სარაჯიშვილი იყო ერთ-ერთი თანამედროვე ბიზნესი ჩავთვალოთ რა, ანუ საინტერესო იდეები ჰქონდა და იმ დროსთან მიმართებაში ბევრად წინ იყო სავარაუდოდ რა. ეხლა როდის დაიბადა 19 საუკუნის შუაში დაახლოებით და საინტერესო რა არის, ნახე, დიდარ ოჯახში დაიბადა და ძალიან კარგი განათლება მიიღო. აქ რო ისწავლა საქართველოში, მერე რუსეთში სწავლობდა, მერე გერმანიაში სწავლობდა, მერე საფრანგეთში სწავლობდა. ანუ ძალიან ბევრგან ისწავლა, ბევრი წელი დახარჯა სწავლაზე და ალბათ იქ განუვითარდა ზუსტად ის სოფხედელობა, რომელიც საინტერესოა რა, იმიტომ რომ არ ვიცი, ხა ქართულში ვერ ვსვავ თითქოს მაგ სოფხედელობას ის იმ დროს ასაც აკეთებდა. თან საინტერესო იყო ზოგადად რა გამოცდილებაც ჰქონდა და რა განათლებაც ჰქონდა მიღებული. ეს ქიმია ინტერესებდა, ბიოლოგია ინტერესებდა, ზოგადად კვების ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან ბევრი რაღაც ისწავლა და ყველაზე მეტად რაც დაეხმარა დავით სარაჯიშვილს ის იყო, რომ ბევრი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი და რუსეთშიც ჰქონდა ნანახი, როგორ მუშაობდა ზოგადად დიდი ბიზნესები, როგორ მუშაობდა იქაური ეკონომიკა, მერე გერმანიაში ნახა და იქაური სტანდარტი ნახა, როგორ მუშაობს ზოგადად გერმანული ქარხნები და მერე საფრანგეთში როცა ჩავიდა, იქ გერმანიაში გაცნობილ ფრანგებთან ერთად გადავიდა საფრანგეთში, იქ უკვე ნახა ზოგადად რას ნიშნავს ამ ალკოჰოლური ბიზნესის წარმოება და ბიზნესზე მეტად ალკოჰოლში რაც სარაჯიშვილმა დაინახა იყო, რომ ეს იყო ქიმია, ეს იყო რეალურად მეცნიერება, რომელსაც სწორად გაკეთება ჭირდება. ხო, ანუ ქიმიკოსი იყო თვითონ, მაგრამ მე ნახა რომ საფრანგეთში ხა ძალიან დიდი კულტურაა, ხო, რაღაცა სპირტიანი სასმელების წარმოების და იქ ადგილზე სწავლობდა, ადგილზე ეცნობოდა და მაშინ მოუვიდა თავში აზრი ზუსტად რომ საქართველოში მსგავსი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ხა საქართველოში ჩვენ ვამბობთ რომ ღვინის ძალიან ძველი ტრადიცია გვაქვს, კი ბატონო, თუმცა აი ამ უფრო მაგარ სპირტიან სასმელებში მაინც და მაინც წინ ვერ ვიყავით მაგ შემთხვევაში. ხო, ქართულ ბაზარზე სპირტიან სასმელებში ძირითადად ცნობილი ჭაჭა არის, რომელიც ყველამ ვიცით და თან ამის მიზეზიც ის არის, რომ თუ გინდა რომ უფრო უკეთესი დახვეწილი სპირტიანი სასმელი აწარმოო, იმას თავისი განათლება, სპეციალური ქიმია, ტექნოლოგია ჭირდება და ეს სწორედ ყველა ეს საინტერესო რაც დავით სარაჯიშვილის ცხოვრებაში იყო, რომ როდესაც ჩადიოდა საფრანგეთში და გერმანიაში, ის უბრალოდ ზედაპირულად კი არ სწავლობდა, ღრმა ტექნიკურ დეტალებში სწავლობდა, რა აქცევდა ფრანგულ დავარქოთ კონიაკს საუკეთესოდ და იქ ისწავლა ისეთი დეტალები, რომ როგორ კასში უნდა ჩაასხა მაგალითად, როგორი მარცვლები უნდა გამოიყენო, როგორ გამოხადო და ასე შემთხვევაში ეს რთული ტექნოლოგიებია, რომელშიც საფრანგეთის დიდი გამოცდილება აქვს, ეს იქ სწავლობს, ნახულობს, მერე საქართველოში ჩამოდის, მაშინვე კი არ იწყებს. მერე დადის და იკვლევს ამ რაღაცა, თქვა საქართველოში, რუსეთში რა მდგომარეობაა, თქვა ვინ რას აწარმოებს, როგორ აწარმოებს და დაინახა რომ ამ ფრანგული ტექნოლოგიების შემოტანით შეუძლია შექმნას ისეთი რაღაცა, რომელიც მანამდე არ შექმნა. კი, იმიტომ რომ რეალურად მაგ დროს კონკურენცია ნაკლები იყო, თან ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტის რო გავიაზროთ, მაშინ ტიფლისი, მაშინ ჯერ კიდევ ტიფლისი იყო. ტიფლისი იყო რეგიონალური ცენტრი, იმიტომ რომ აქ იყრიდა აბრეშუმის გზა, ძალიან დიდი ეკონომიკური და სავაჭრო ცენტრი იყო, იმიტომ რომ იმ პერიოდში თბილისში ცხოვრობდნენ როგორც აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები და სხვადასხვა ქვეყნის ებრაელები, სპარსელები, ირანელები, მოკლედ ძალიან ბევრი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი ხალხი იყრიდა აქ, იმიტომ რომ ეს იყო ეკონომიკური და კულტურული ცენტრი მაშინ რეგიონის. რეგიონზე კიდე ერთხელ რომ გავამახვილო ყურადღება, ერევანში და ზოგადად სომხეთში
სომხეთში კი ჰქონდათ ამ კონიაკის და განსხვავებული სპირტიანი სასმელების წარმოების პრაქტიკა და ტრადიცია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ერევანი მაგ დროს ტიფლისთან შედარებით პატარა ქალაქი იყო, უფრო მეტი ბიზნეს შესაძლებლობა იყო, რომ ტიფლისში გეწარმოებინა კარგი კონიაკი და გაგეყიდა, ვიდრე ის, რომ ერევნიდან გაგეყიდა რაღაც. ხო, მოკლედ ამან შექმნა ეს პირველი, ასე ვთქვათ, საწარმო თბილისში და ოღონდ ეს აწარმოებს რას? აწარმოებს ბრენდის, ვინის ბრენდის. ეხლა რატო ბრენდის? ჩვენ კონიაკს ვეძახით მაგას, მაგრამ კონიაკი რო ერქვას, უნდა იყოს ფრანგული კონკრეტულ რეგიონში ნაწარმოები, ასე ვთქვათ, სითხე. და მე საფრანგეთმა რაღაცამდენი წლის შემდეგ მაგაზე აკრძალა რა, შემოიღო, რომ თუ იქ არ გაქვს ნაწარმოები, ვერ დაარქმევ კონიაკს და შესაბამისად ბრენდის ვეძახით უკვე მაგას. თუმცა ტექნოლოგია იგივეა, სულთა ფრანგული ტექნოლოგია, ფრანგული გამოხდის მეთოდია, დაძველების მეთოდიც იგივეა, ასე ფრანგული დანადგარებიც კი ქონდა სარაჯიშვილს და თან კონიაკზე ეს რო გავავლოთ, პარალელი რო გავავლოთ, კონიაკი ყველას გვესმის, ანუ ბრენდის საქართველოში ძირითადად არ ვიყენებთ მაგ სახელს, კიდევ კონიაკს ვიყენებთ, რაც ტექნიკურად არასწორია, იმიტომ რომ კონკრეტულ რეგიონში დაფუძნებულს უნდა ერქვეს, მაგრამ პარალელი რო გავავლოთ, ზუსტად იგივე რაც შამპანურზე მოხდა, თავის დროზე შამპანურს ვეძახდით, მაგრამ ახლა გახდა შუშხუნა ღვინო, იმიტომ რომ მე მოგვიანებით ბაზრის კვლევაზე, როდესაც გავდავალთ და ბაზარზე როცა ვისაუბრებთ, ბაზარზე ძალიან რთულია, რომ დიდი ადგილი დაიკავო და იმისთვის, რომ კარგი ადგილი დაიკავო და გამარჯვებულად დარჩე, რაღაც ბრენდინგს უნდა მიხედო და ბრენდინგი უნდა გქონდეს კარგი, რაზეც ფრანგებმა ბრენდიზეც დაიწყეს, კონიაკზეც დაიწყეს მუშაობა და შამპანურზე. ხო, შამპანურზე რო ვთქვათ, შამპანი არის საფრანგეთში პროვინცია, სადაც უნდა იყოს ნაწარმოები. მოდი ახლა ცოტა სპირტიან სასმელების იმას შევხედოთ ინდუსტრიას, როგორ მუშაობს. რეალურად ღვინოს მოდი მოვეშვათ, აი უფრო მაგარ სასმელებს რო განვიხილოთ, მან რა ხდება, რომ ანუ ძალიან ბევრნაირია, ახლა პრინციპში აი ცოტა უხეშად ვთქვათ, რაშიც არის ეს ნახშირწყლები, ნებისმიერი რაღაცისგან შეიძლება სპირტიანი სასმელის გამოხდა. ხო? რითიც გამოხდი, უბრალოდ სხვადასხვა გემოსიღებს, სხვადასხვა გამოხდის ტექნოლოგია, რა თქმა უნდა, მაგ სეგმენტში ვარ წავიდეთ და სხვადასხვა სახელი ჰქვია, ხო, რაღაც ვთქვათ, იმისგან შაქრით ლერწმისგან გამოხდი, გამოდის რომი, ვთქვათ, ხო, რაღაცა აგავასგან გამოხდი, გამოდის ასე შემდეგ, ანუ ბევრი რაღაცაა რა. ხო და ერთ-ერთი ზუსტად ეს შამპანური რაშუაშია კაცო, კონიაკს ასაც ვეძახით, ხო, ეს ბრენდი, ეს ხდება ყურძნისგან, ხო, ღვინის გამოხდა ხდება, ასე ვთქვათ რა, ბჭყალებში უხეშად რო ვთქვათ. ხო და ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში საქართველოში ვამზადებთ ჭაჭას, ანუ არახს, მაგრამ დანარჩენ რაღაცებს არ ვამზადებთ და ეს ზუსტად ამ ტექნოლოგიას იღებს, მაგრამ აქ მთავარი რა არის რა, რომ მარტო ტექნოლოგია არ გმარა, სახელია ძალიან მნიშვნელოვანი და სახელი კიდე ზუსტად ახლა რო შევხედოთ, თქვა თუ შევადავთ ახლა რა ვიცი, რო ვამბობთ ვისკი, რა გვახსენდება ხო რაღაცა შოტლანდიური ვისკი, ხო? ან რაღაცა ირლანდიური ვისკი, რომელშიც გამოხდის ტექნოლოგიებში არის განსხვავება, ხო? მე ვთქვათ ამერიკამ რა გააკეთა, ბურბონის სახელი ანალოგიურად შეზღუდა, რომ ბურბონი რო ერქვას, ეს უნდა იყოს ამერიკაში ნაწარმოები და უნდა იყოს ჩასხმული რაღაცა უხმარ, ხო, ახალ მუხის კასრებში და ასე შემდეგ, ხა ძალიან სიღრმეში რო აღარ წავიდეთ მაგაში. და მთავარი რა არის ამ შემთხვევაში, რომ შენ სახელს თუ არავინ არ იცნობს, ამ დროს არის ბევრი ვის სახელსაც იცნობენ, თუნდაც ფრანგულ კონიაკს და ზუსტად სარაჯოზე ჰქონდა მთავარი, რომ მას ეს სახელი უნდა მოეპოვებინა, იმიტომ რომ ჩავთვალოთ, რომ ნულიდან დაიწყო ამ სახელზე მუშაობა. კი, თან მაშინ საინტერესო რა არის, რომ ევროპაში ზოგადად ალკოჰოლური ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება და უბრალოდ რადგან სარაჯიშვილმა მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო თავისი ბიზნესის კეთება, მაშინ ეს გლობალიზაცია არ იყო მომხდარი და რეგიონებად იყო რეალურად სამყარო დაყოფილი, სადაც შეგეძლო რომ დიდი წარმატებისთვის მიგეღწია. წეგან როგორც ვახსენეთ, ტიფლისი იმ პერიოდისთვის იყო ჩვენი რეგიონის ეკონომიკური ჰაბი და შესაბამისად სარაჯიშვილს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ტიფლისიდან ჩვენ რეგიონში მოეპოვებინა გავლენა. მაშინ ზუსტად ასევე დაიწყეს, მაშინ დიაჯეო, დღეს დიაჯეოს ნაყიდი ძალიან ბევრი ბრენდი კონიაკი მაგ პერიოდიდან დაიწყო, იქით რაღაცა ჰენესი დაიწყო დაახლოებით მაგ პერიოდში, უბრალოდ იმის გამო, რომ გლობალიზებული არ იყო სამყარო, შესაძლებლობა ჰქონდა, რომ კონკრეტულ ადგილას მოგეპოვებინა რეგიონში განვითარებულიყავი და სარაჯიშვილმა რაც დაინახა, ერთი რომ ტიფლისი იყო ეკონომიკური ცენტრი, მეორე ის რომ საქართველოს
საქართველოში ზოგადად ყურძნის ტრადიცია და ყურძნის კეთება იცოდა ხალხმა და შესაბამისად დაიწყო კონკრეტულ რეგიონებში სიარული თავის ფრანგ მეგობრებთან ერთად, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ კონიაკის წარმოებაში და ნახა რომ საქართველოში იყო განსაკუთრებული ჯიშის ყურძნები, რომლითაც შეიძლებოდა რომ კარგი კონიაკი ბრენდი ეწარმოებინა. ზუსტად რა სჭირდება, ხო, რაღაცა კონკრეტული მჟავიანობა უნდა ჰქონდეს, კონკრეტული შაქრიანობა უნდა ჰქონდეს და ნახა რომ საქართველოში არის ისეთი ყურძნები, ხო, რომელიც კარგია მაგისთვის და დაიწყო მაგეების წარმოება. სხვათა შორის ეხლა რა ვთქვათ, როგორც დაიწყო ეგრევე ძალიან წარმატებული გახდა, არ გამხდარა, მაგრამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო სახელი მოიხვეჭა და პოპულარული ხდებოდა. და მე რა გააკეთა, მე უკვე სხვადასხვაგან აწარმოებდა, ბაქოში აწარმოებდა მაგალითად და ასე შემდეგ. რუსეთის ტერიტორიაზე ბევრგან გახსნა თავისი საწარმო. თან საინტერესო რაც იყო, რასაც სარაჯიშვილი აკეთებდა წინაზე ესტელაუდერის ეპიზოდში ვახსენეთ, რომ ესტელაუდერი დადიოდა ხოლმე და თვითონ მიდიოდა სალონებში, თვითონ უკეთებდა ადამიანებს და სარაჯიშვილიც დაახლოებით მსგავს რაღაცებს აკეთებდა, იმიტომ რომ თბილისურ დუქნებში უშვებდა ხოლმე ხალხს თავის დაქირავებულებს და ყველა კითხულობდა ხომ არ გაქვთ სარაჯიშვილის კონიაკი და პასუხი როდესაც იყო არა ეს ადამიანები დაქირავებულები სპეციალურად რაღაც დიდრულად ჩაცმულები ბევრი ფული ჩედიოდნენ ხოლმე და როდესაც იტყობდნენ რომ სარაჯიშვილის კონიაკი არ ჰქონდათ ყველა გაცუფრებული გაოგნებული გამოდიოდა და მას მეგრე ბევრმა დუქანმა დაიწყო რომ ვინ არის ეს დავით სარაჯიშვილი რა კონიაკს აწარმოებს ასეც და მოკლედ ამითი ტიფლისში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა და თან მაშინ წარმოებას რო შევხედოთ მაშინდელი წარმოება ძირითადად რა თქმა უნდა საფრანგეთიდან ჩამოიტანა თავისი ქონებიდან და რაღაც წარსულიდან გამომდინარე ბევრი ფული ჰქონდა და ინვესტიცია ჩადო რომ საფრანგეთიდან ჩამოიტანა ანუ რეალურად ბიზნესო იწყებ ხო რა არის ხელისშემშელი მიზეზები რომ ბიზნესი არ გამოგივიდეს ხო რომ ერთი არის რომ კონკურენცია და როგორც თქვით ამ რეგიონში ასე ვთქვათ კონკურენცია არ არის კონკრეტულად მაგ მიმართულებაში დიდია და ისეთ რაღაცას აკეთებს რომელიც სიახლეა მეორე არის ცოდნა და ამას ცოდნა აქვს მიღებული ზუსტად საფრანგეთში და იცი ზუსტად უნდა გააკეთოს და მესამე ფული და ფული დიდარია ძალიან მამამისისგან დარჩა მე მკვიდრობ და 700.000 მანე თუ რაღაცა რომელიც ძალიან დიდი თანხა იყო დღევანდელ მოცემულობაში უზარმაზარი ფული აქვს ძალიან დიდი თანხა იყო და ანუ ამას ესე იგი რაც შეიძლებოდა ქონოდა ხელისშემშელი მიზეზები პრაქტიკულად არ ქონდა ჭკვიანურად გააკეთა და ზუსტად ანუ ეს პირდაპირ ძლიერად დაიწყო ხო ვიცით ახლა უმრავლესობა ბიზნეს ისტორია რასაც არის ხოლმე რომ კაპიკი ფული არ აქვს გარაჟში შედან და თავს ურტყავენ და ეს მასე არ ყოფილა ამან დაიწყო პირდაპირ ძლიერად ყველა კომპონენტი ჰქონდა იმისთვის რომ ეს წარმატებული ბიზნესი გამხდარიყო და გახდა კი თან მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკური და ზოგადად სამართლებრივი კონტექსტით შევაფასოთ როდესაც ალკოჰოლზე ვსაუბრობთ იმიტომ რომ დღეს ალკოჰოლური ბაზარი არის ძალიან რეგულირებული და მე-20 საუკუნის პერიოდში უამრავი რეგულაცია შეეხო ალკოჰოლის ბაზარს და იმ პერიოდში როდესაც სარაჯიშვილმა დაიწყო ჯერ საქართველოში არ იყო ისეთი მყარი ეკონომიკური მყარი პოლიტიკური სიტუაცია რომ ვიღაცას ალკოჰოლის დარეგულირებაზე ეფიქრა თან მეორე ამბავი რაც იყო თბილისს როგორც ეკონომიკურ ცენტრს თბილისი როგორც ეკონომიკური ცენტრი შესაძლებლობას გაძლევდა რომ ბიზნესი კარგად გეწარმოებინა თან მით უმეტეს როდესაც ამ ხელა გამოცდილებით და ამ ხელა ინვესტიციით შემოდიოდი შეგეძლო რომ ძალიან დიდი ქარხანა აგეშენებინა და კონიაკი გეწარმოებინა რაც დავით სარაჯიშვილს იდეალურად გამოუვიდა და შემდეგ უკვე სარაჯიშვილმა როდესაც დაიწყო ამ თავისი კონიაკის ჩამოსხმა ჯერ როგორც ვახსენეთ დუქნებში დაიწყო შეტანა მე რადგან თბილისი ეკონომიკური ცენტრი იყო ბევრ ქვეყანაში დაიწყეს მოკითხვა მაგალითად სომხეთში დაიწყეს მოკითხვა ხო არ გაქვთ სარაჯიშვილის კონიაკი მე რუსეთში დაიწყეს მოკითხვა და დავით სარაჯიშვილს იმხელა გამოცდილება და ზოგადად კავშირები გამოაჩნდა იმის გამო რომ ხან პეტერბურგში სწავლობდა ხან ჰამბურგში რომ მარტივად შეძლო რომ ჯერ რუსეთის ბაზარზე გასულიყო მერე სომხეთის ბაზარზე გასულიყო და მოკლედ მარტივად შეძლო რომ რეგიონში თავის სახელი დაემკვიდრებინა სადამდე მივიდა იცი რომ მე უკვე იმპერატორის კარის სასმელი გახდა სარაჯიშვილი ეს იყო ჩავთვალოთ რაღაცა უმაღლესი მიღწევა იმ დროისთვის ხო უმაღლესი ჯილდო ბჭყალებში რომ ანუ სამეფო კარზე მიიღეს ეხლა სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელებულა მე თვითონ სარაჯიშვილი ადრე დაიღუპა 1911-ში დაიღუპა როგორც მახსოვს სიმსივნით ახალგაზრდა იყო მაშინ ჯერ კიდევ და მაგისმა ცოლმა გადაიბა თან შვილები არ ყავდა ხო შვილები არ ყავდა ამას და მთელი ეს თავისი ქონება ფილანთროპიაში ასე ვთქვათ დახარჯა ცოლმა რო ჩაიბარა სხვათა შორის მაგაზე ინფორმაცია მე თვითონ ვერ ვნახე ეტყობა ცოლი თავიდანვე ჩართული იყო ამ საქმიანობაში იმიტომ რომ მე რო გადაიბარა
ძალიან წარმატებით გააგრძელა, ცოლი 5 წლის მერე გარდაიცვალა, როგორც მახსოვს, ანუ მალევე ეგეც, მაგრამ ამ 5 წლის განმავლობაში ეს რასაც აწარმოებდა, გაორმაგდა ამათ წარმოება, ანუ ძალიან წარმატებულად გააგრძელა ოპერირება. თან ფილანთროპიაზეც მინდა გაუსვა ხელი, რასაც დავით სარაჯიშვილი აკეთებდა. ის არ აკეთებდა უბრალოდ რაღაც ქველმოქმედება ყოველთვის კარგია, მაგრამ ქველმოქმედება უნდა იყოს ისეთი, რომელიც მე განგრძობითად მოგცემს უკუგებას და რასაც დავით სარაჯიშვილი აკეთებდა ხოლმე, ეს იყო, რომ უნივერსიტეტებს, კოლეჯებს, სკოლებს აფინანსებდა ხოლმე და სწორედ იმ მიმართულებაში თვითონ იყო ბიოლოგიაში, ქიმიაში, კვების ტექნოლოგიაში, მევენახეობაში, აგრონომიაში, მოკლედ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო და სწორედ მაგაზე იყო დაშენებული. მე რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც უკვე თავის ქარხანაში შეძლო რომ დაესაქმებინა თავისი დაფინანსებული სტუდენტები, მათ შეძლეს რომ ეს ბიზნესი განევითარებინათ და საკმაოდ წინ წასულიყვნენ. უბრალოდ მე მოგვიანებით უცხოურ კომპანიებზე რო გადავალთ, უცხოური კომპანიების წარმატების მთავარი ისტორია და რასაც ვნახავთ, ის არის რომ ეს არის ამ კომპანიების განგრძობითობა. უბრალოდ სარაჯიშვილს როგორც კომპანიას არ გაუმართლა, რომ ერთის მხრივ თავიდან დასაწყისში გაუმართლა, რომ ამ რეგიონში იყო, მაგრამ მერე უკვე აღარ გაუმართლა, რომ ამ რეგიონში იყო, იმიტომ რომ ყველამ ვიცით მერე რაც მოხდა და გასაბჭოება დაიწყო და მაშინ უკვე ეს პიროვნული კულტები და რაღაც პიროვნული ბიზნესები აღარ შეძლო. პიროვნული კულტურიჩივის ხო რომ ანუ მერე მოხდა ნაციონალიზაცია, ხო, ეს საწარმო რა სარაჯიშვილი რაღაც თბილისის კონიაკის ფაბრიკა იყო. რაღაცა მაგათ გადააქციეს, ანუ რო ვთქვათ, რომ წარმოებას აღარ აგრძელებდა, არა, აწარმოებდნენ ააშენეს კიდე დაამატეს რაღაცები, გაიზარდა ზომაში, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ სარაჯიშვილისგან არაფერი აღარ დარჩა, ხო? დარჩა რა იცი? დარჩა 1800 ბოლოსკენ, 1900 დასაწყისებში ნაწარმოები კონიაკი, ხო, საკონიაკე სპირტები, რომელიც ინდოს არის და ეგენი შემორჩა. და სხვათა შორის ეგენი დღემდე არის შემორჩენილი, აი იმ დროს ნაწარმოები ეს საკონიაკე სპირტები, რომელიც ძალიან ძვირი გასაგები მიზეზების გამო რა თქმა უნდა. თან ნუ მაგ ამბავში გულდასაწყვეტი კიდევ ერთი ის არის, რომ გარდა იმისა, რომ ბიზნესი დავით სარაჯიშვილის დაყოფის მერე გრძელდებოდა, ამას იწვევდა ის, რომ ზოგადად ხალხმა იცოდა დავით სარაჯიშვილის ხედვა რა იყო და როგორი კონიაკის გაკეთება უნდოდა და ის ხალხი, ვინც მუშაობდა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანაში, ზუსტად აგრძელებდა იმას, რის შექმნასაც დავით სარაჯიშვილი ცდილობდა, მაგრამ მერე გასაბჭოების შემდეგ ეს ინდივიდუალიზმი, ეს რაღაც ბრენდის სახელი, ბრენდის ისტორია იმდენად საინტერესო აღარ იყო, რადგან დაგეგმილი ეკონომიკა იყო და სადაც ფუფუნების საგნები და არ გვიხსენებია, მაგრამ კონიაკი ფუფუნების საგნად და სიმდიდრის პრესტიჟის ნიშნად ითვლებოდა და დღემდე ეგრე ითვლება. საბჭოთა კავშირში ესეთი რაღაცეები აღარავის აღარ ჭირდებოდა და კიდე ერთი რაღაც დარჩა წეგამ ამბობდით, რომ სარაჯიშვილის ქარხნიდან რაც დარჩა და რეალურად სარაჯიშვილის ქარხნიდან დარჩა ბრენდი. ან დღემდე ბრენდი არა სასმელი, არამედ ბრენდი როგორც მარკეტინგული სიტყვა, იმიტომ რომ დღემდე ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და რეგიონის მასშტაბით ძალიან ბევრმა იცის სარაჯიშვილი როგორც კონიაკი, იმიტომ რომ ის წეგან რაც ვახსენეთ, რომ ეს ბრენდი, ეს გამოცდილება, ეს ტრადიცია და ეს ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს. 50 წლიანი ისტორია აქვს, ხო, პატარა არ არის. მერე ახლა რა მოხდა, ხო, ნუ მერე საბჭოთა პერიოდში უკვე საინტერესო აღარ არის რა ხდება, იმიტომ რომ ჩავთვალოთ, რომ რავი, თავის იმაზე რელსებზე დგას და მიდის და მერე ახლა ეს სისტემა რო დაინგრა, მერე მოხდა პრივატიზაცია. ბუბუტეიშვილების ოჯახმა შეიძინა საქართველოში და აღადგინეს ყველაფერი, სადესო დაბრუნებოდნენ იმ ფესვებს, ასე ვთქვათ, ეს კომპანია რაც იდგა, ეს იყო სახელი, ზუსტად და ისიც კი მიიღეს ის ტექნოლოგია და ის, რა ვიცი, ის ფრანგული მიდგომები და ის სპირტიც, რაც იმ დროს არის ნაწარმოები. ანუ დღეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ფაქტობრივად აღდგენილია ეს კომპანია, ფაქტობრივად ეს კომპანია დღეს სარგებლობს ზუსტად მაგ სახელით და მაგ იმიჯით, იმიტომ რომ თავიდან როგორც დავიწყეთ საუბარი აქ რა არის, რომ ამ ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი სახელი. ხო, ანუ შენ თუ სახელი ვერ მოიხვეჭე, მარტო სასმელი გინდა ძალიან მაღალი დონის კონდეს, ძალიან რთულია რომ გაყიდო. სარაჯიშვილს ეს სახელი აქვს. კი, დღემდე აქ შენარჩუნებული და თან წეგან როგორც ახსენე, იმპერატორის კარის სასმელად ითვლებოდა სარაჯიშვილის კონიაკი და ზოგადად უცხოურ ბაზარსაც რო შევხედოთ, როგორ მუშაობს კონიაკების ბაზარი, ბაზრის ზომას რო შევხედოთ სპირტების ბაზარზე, კონიაკს და ბრენდის უკავია დაახლოებით 5% სპირტული ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, რაც თლიანი ჯამური ალკოჰოლური ბაზრის სტილს რო შევხედოთ, სხვაში წვეთია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აქ საუბრობთ პრემიუმ რაღაცაზე, რომელშიც მარჟები უფრო მაღალია და უფრო მეტად სტატუსზე და ცხოვრების სტილზე
უსვამს ხალხს, ვიდრე ის რომ აი მაგალითად ლუდი როგორც არო ყოველ საღამოს შეიძლება ვიღაცამ დალიოს, ბრენდი და კონიაკი როგორც ასეთი განსხვავებული ტიპის ბიზნესია და როდესაც ასეთი ბრენდზე დაფუძნებული, ისტორიაზე და ტრადიციებზე დაფუძნებულ ბიზნესს აკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს განგრძობითობა გქონდეს. აი მაგალითისთვის ჰენესის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ჰენესი დიდი ისტორიული ბრენდია, დაახლოებით იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც სარაჯიშვილმა შექმნა თავისი კონიაკის ქარხანა და თავისი სპირტების წარმოება დაიწყო. უბრალოდ მე ჰენესიმ განგრძობითად იმის გამო, რომ ნაციონალიზაცია არ მოუწია ჰენესის და იმის გამო 70 წელი მაგაში არ დაკარგა, მარტივად შეძლო რომ ზოგადად საერთაშორისო ბაზარზე გასულიყო და ჰენესი ბოლოს ისეთ იმდენად სიღრმისეულ მარკეტინგზე ჩავიდა, რომ გაკეთებული ქონდა რაღაც თიერება და ჰენესის თავის სასმელი და ყოფილი რა დღეს ყველას გვსმენია VSOP, OP, Very Special Edition, XO და ასე შემდეგ სხვადასხვა ტიპის ბრენდები და ყველა კონკრეტული მომხმარებლის ჯგუფისთვის აქ ცალკე პროდუქტი გამოშვებული. ამას ესე პირდაპირ დიდი ინვესტიციით ვერ დაიწყებ. ამაზე რომ გახვიდე ბევრი დიდი სონა უნდა დააგროვო ბაზარზე, რომელიც სამწუხაროდ სარაჯიშვილს ვერ ქონდა და პირდაპირ უკვე სარაჯიშვილი დღევანდელი მოცემულობით საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ისევ კერძო გახდა, მოუწია, რომ ის, რასაც პირობითად დიაჯეოს შვილობილი კომპანიები აკეთებდნენ, ან ჰენესი აკეთებდა, პირდაპირ ის გაეკეთებინა აქეთ და ამ ისტორიას იმიტომ ყვები, რომ ხაზი გაუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდულობა. მაგალითად, რომ შევხედოთ ჰენესის მარკეტინგს, ჰენესი თავის მარკეტინგში ყოველთვის იყენებს ისეთ თუნდაც სპორტსმენებს ან თუნდაც მუსიკოსებს, რომელსაც ყოველთვის მაღალი სტატუსი აქვს. მაგალითად, ლებრონ ჯეიმსი იყო ერთხელ ჰენესის სახე, ფარელ უილიამსი იყო ჰენესის სახე. ეს სახელები ფარელი მუსიკაში და ლებრონ ჯეიმსი კალათბურთში საუკეთესოთა შორის საუკეთესოებში არიან და მოკლედ იმ სტატუსის სიმბოლოს და იმ ტრადიციულობის სიმბოლოს, რაც ჭირდება კონიაკს და ბრენდის, ამას ძალიან კარგად უსვამს ხაზს. თან ამას რა უნდა დავამატოთ, თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციებს რომ შევხედოთ, ხო? აი ვისკი მაგალითად ბევრად პოპულარულია. ხო? თან ვისკი როგორ არის? ეხლა ვისკი ყველა სასმელი მაღალი ხარისხის და მაღალი დონის რთული დასამზადებელია, მაგრამ ვისკი შედარებით მარტივი დასამზადებელია ვიდრე თვითონ ბრენდი ტექნოლოგიურად. და ამიტომ ალბათ მაგის გამოა ზუსტად ეს ბრენდი და კონიაკი მით უმეტეს ჩამოყალიბდა უფრო მაღალი დონის სასმელად, რომელიც ანუ შესაბამისად უფრო მეტი ცხირს და შესაბამისად რაც ახლა უფრო მაღალი დონის არის, უფრო და უფრო პატარაა მაგის ბაზარი, რა თქმა უნდა, ხო? ვისკი ხა ძალიან პოპულარული გახდა რეალურად და მე ეს კოქტეილებში რაც გამოიყენება ჯინი და ასე შემდეგ რაღაცეები თანამედროვე მსოფლიო მაღაზიაზე დგას რა და ამ დროს ხო შენ რო ეგ დაამზადო თვითონ ეს ბრენდი რო დაამზადო ხო მინიმუმ 3 წელი მუხის კასში უნდა იყოს და ანუ ძალიან და კონკრეტული მარცვლები ისეთი უნდა არჩიო, რომ გემო არ გაგიფუჭოს, ან ყველაფერში ხო მე ეს რაღაცა ბრენდები გააკეთო ერთმანეთში და შეერევა როგორ გინდა და მე დაასვენო და ანუ დიდ დროსთან, ენერგიასთან და ცოდნასთან არის, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი დაკავშირებული. და ძალიან რთულია, რომ ამ ბიზნესში, ასე ვთქვათ, ამ ბიზნესში ჯერ წარმატებას მიაღწიო და მე თან როცა სოფლიო ტენდენციები შენი მიმართულებით არ მოძრაობს რეალურად. ხო, ანუ რეალურად ბაზარს რო შევხედოთ ალკოჰოლური სასმელების ბაზარს, რა თქმა უნდა, გიგანტი ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე არის ლუდი, შემდეგ არის ღვინო, შემდეგ არის ეს სპირტული სასმელები და მე სპირტულ სასმელებშიც რო ჩავიხედოთ, რა თქმა უნდა, პირველზე არის ვოდკა, მაიტაი ეს ჩინური სპირტული სასმელი რაც არის. კი, მაგითო და კონკრეტულ ბაზარზე არიან და მე სადღაც ამ სპირტული ბაზრის 5%-ამდე აქვს დაახლოებით ბრენდის და კონიაკს და ეს სწორედ იმის ჭყალებში დამსახურებაა, რომ ძალიან რთულია აწარმოო კარგი კონიაკი, ბევრად უფრო რთულია აწარმოო კარგი კონიაკი, ვიდრე რთულია რომ აწარმოო კარგი არაყი და სწორედ ამის გამო თუ გინდა რომ გამოკვეთილი იყოს სპირტების ბაზარზე, გჭირდება რომ შენი ფოკუსი გააკეთო ტექნოლოგიაზე, ტრადიციაზე, ხარისხზე, მაგრამ ეს როგორც ბიზნესმა მარტო შენ კი არ იცი, მთელმა ბაზარმა იცის რომ ეგ გჭირდება და ამიტომ ყველა ცდილობს რომ ამისკენ დაიწყოს სწრაფვა და სწორედ მას მერე რაც გლობალიზაცია მოხდა, ძალიან რთულია დღეს რომ უცხოეთის ბაზარზე როგორც ახალი ბრენდი, ახალი კონიაკი გახვიდე, იმიტომ რომ კონიაკი და ბრენდი ყოველთვის ასოცირდება პრესტიჟთან, ყოველთვის ასოცირდება რაღაც პრემიუმთან და ამიტომ ეგ ბაზარი უკვე იმდენად გაჯერებული, მაგალითად ჰენესის კიდევ ერთხელ მოვიყვან ჰენესის მაგალითს, რომ რთულია რომ მას შეეჯიბრო. თან ხაზი უნდა გაუსვათ იმას,
იმას, რომ Hennessy-ს უკან დგას Louis Vuitton-ის ბრენდი. და Louis Vuitton-ს ფლობს ყველაფერს. ყველაფერს რაც კი შეიძლება პრემიუმთან და სიმდიდრესთან ასოცირდებოდეს და ზოგადად Louis Vuitton-ს იმდენი წვდომა აქვს მაგალითად duty free-ებში, მაგალითად პრემიუმ ბაზარზე და მე შეგიძლია რომ შექმნა ძალიან კარგი სინერგია რაღაც შენ სხვა ბრენდებთან ერთად შეგიძლია რომ შენი ბრენდი და კონიაკიც გაყიდო და ახალი ბრენდისთვის უბრალოდ ძალიან რთული იქნება რომ ისეთ კომპანიას გაუწიო კონკურენცია რომელსაც ამხელა ზურგი აქვს. ხო, ამიტომ რომ შევხედოთ დღევანდელ სოფლიოს გადანაწილებას ვიღაცა კომპანიებმა მოახერხეს რომ ანუ ყველამ ვიცით და ჩვენ რაღაც ყოველდღიურობაში დამკვიდრებული იყვნენ ვიღაცებმა ვერ მოახერხეს და გასაგებია რატომაც ვერ მოახერხეს რა მინიმუმ იმიტომ რომ 70 წელი ჩავარდნა გაქვს და დაკეტილია ეს ბაზარი შენთვისაც, სხვებისთვისაც და შენ არ გაქვს მოქმედების თავისუფლება. მინიმუმ მაგიტო შეგვიძლია ვთქვა, შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს, მაგრამ ეგ ახლა პატარა თემა არ არის, რომ მაგხელა მინუსი რო გაქვს ასე ვთქვა. თუმცა ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი დიდი ისტორია გვაქვს ამ შემთხვევაში და დღესაც ოპერირებს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია საქართველოს მასშტაბებში, ასე ვთქვა და მაქსიმალურად ცდილობენ რომ შეინარჩუნონ ის წარსული და ის ასე ვთქვათ ხედვები, რაც თავის დროზე საიდანაც დაიწყო ეს ისტორია, ასე ვთქვათ. კი, რომ ხაზი რო გავუსვათ, დავით, მოდი გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის ლოიალტეს კითხვა. ზოგადად ბრენდის და კონიაკის ბაზარზე რა ქმნის სტრატეგიულ უპირატესობას, ტრადიცია, ოპერაციული უპირატესობა თუ ფინანსური რესურსები, რომელიც კომპანიას აქვს? ანუ სამივე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან სავარაუდოდ უფრო ტრადიციები. იმიტომ რომ ანუ დღევანდელ დღეს ტექნოლოგიები უკვე ისეა დახვეწილი, რომ მეტნაკლებად ხო ყველას არ ვიტყვი, მაგრამ ბევრს შეუძლია რომ აწარმოოს მაღალი ხარისხის სასმელი. ბევრს შეუძლია. თუმცა შენ გინდა მაღალი ხარისხის სასმელი აწარმოო, სულ თქვა Hennessy აწარმოო და იგივე დონის, ხო? შენ ვერ მოახერხებ. თუნდაც უკეთესიც რო აწარმოო, ანუ Hennessy-ზე ბევრად უკეთესი სასმელი რო აწარმოო, იმის გამო რომ Hennessy-ის ტრადიცია, Hennessy-ის მარკეტინგი აქვს, ბრენდინგი აქვს და Louis Vuitton-ის დისტრიბუციის ქსელი აქვს, შენ წარმოუდგენელია რომ რაღაცით კონკურენცია გაუწიო, ამიტომ ეს ტრადიცია რომ გავშალოთ ზოგადად, რას ნიშნავს ტრადიცია? ტრადიცია მარტო არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას ძველი მეთოდით აკეთებ. ტრადიცია არის განგრძობადი, ყოველწლიური, მინიმუმ 1%-იანი გაუმჯობესება შენ ბიზნესზე, რომელიც 100 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 1%-ითაც რო ვითარდებოდე, გაცილებით უფრო წინ იდგები, ვიდრე კომპანია, რომელიც წლიდან წლამდე 10%-ით ვითარდება. ხო, და თან ზუსტად ის ფესვები და ისტორია მაგას ვერ იყიდი. ეგ არის, ხო? ანუ ზუსტად ეგაა მთავარი რა. ამ შემთხვევაში ჩვენ რადგან ვამბობთ, რომ ეს კომპანიები ამათ უკვე დიდი ისტორიები აქვთ, ხო? შენ გინდაც დიდი ფული ჩადო, ძალიან გართულდება, რომ დაეწიო რაღაცა მოკლე პერსპექტივაში წარმოუდგენელი, გრძელვადიანში ძალიან რთულია, ასე ვთქვათ. კი ბატონო. ხო, მე მგონი ეგ იყო. მე მგონი ეგ იყო. მადლობა მეგობრებო, ეს ეპიზოდი თქვენი რეკომენდაციებით შეიქმნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გინდოდათ რომ ქართულ კომპანიაზე გვესაუბრა. სარაჯიშვილი იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც ყველას გაგვახსენდა, იმიტომ რომ საქართველოში ზოგადად იშვიათია, რომ ერთი ადამიანის სახელი და გვარი ქვია ბრენდს და შესაბამისად გვინდოდა რომ ამ კომპანიაზე გვესაუბრა. გთხოვთ გააგრძელოთ რეკომენდაციების მოცემა ჩვენთვის როგორც ეპიზოდებზე, ასევე ზოგადად რას ისურვებდით რომ გამომჯობესოთ, დაგვიწერეთ თქვენი კომენტარები და მადლობა ყურადღებისთვის.